აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროს შენობაში გამოყო ჩვენი სოხუმის მოზარდ-მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრისათვის შესაბამისი ფართი და ეს არის ძალიან დიდი სიხარული თითოეული ჩვენი თეატრის თანამშრომლებისათვის. ჩვენ წამოვჭერით ის პრობლემები, რომელიც ჩვენს თეატრს შეეხოთ და დავსახეთ მომავალი გეგმები, ძირითადად ეს შეეხება ახალი სკოლების მოზიდვას ჩვენს სპექტაკლებზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში სპექტაკლების გამართვას არეალის უფრო გაფართოებას. ჩვენ გქონდა შეხვედრა და ეს მინდა აუცილებლად ჩამოვთვალო, რომ ადამიანებს გქონდეთ იმის აღქმა, რა სიმდიდრე და რა სიამაყე არის დაკავშირებული ჩვენთან. ეს არის სოხუმის თეატრი, ეს არის მოზარდ-მაყურებელთა თეთრი ტალღა, ეს არის ანსამბლი აფხაზეთი, ეს არის კაპელა. და თითოეული ამ ჩამოთვლილი მართლა საამაყო გუნდების მიღმა დგან და თუ წინ თუ ხელმძღვანელობით დგან მართლაც სახელები და გვარები, ადამიანები, რომლებიც ქმნიან უმნიშვნელოვანეს პროდუქტს სახელოვნებო სფეროში. ეს იყო ერთის მხრივ სამუშაო შეხვედრა, იმიტომ რომ 15 მარტიდან ყველას გვიხარია რომ განახდება რეპეტიციები. ამიტომ ეხლა დავსახეთ გეგმები როგორ გავიხსნებით, რითი შევხვდებით და გვინდა რომ რაც შეიძლება მალე, რაც შეიძლება მეტი და საინტერესო შედეგი დავდოთ. ჩვენი ამოცანა არის რომ მაქსიმალურად მათ გვერდში დაუდგეთ და მე ვპირდები ჩვენს მაყურებელს, ჩვენს აფხაზეთელებს, ადამიანებს და ჩვენს მოქალაქეებს აფხაზეთიდან არა მარტო, ყველას რომ ძალიან მალე, ძალიან საინტერესო ამბებით, სპექტაკლებით და ისტორიებით და სიახლეებით წარდგებით მათ წინაშე. ჩვენ მაქსიმალურად დეტალურად უნდა მოვისმინოთ ყველა ჩვენი კულტურის სამინისტროს შემავალი სიფეფის მოვისმინოთ მაგათი ანგარიში, სამომავლო გეგმები, იმიტომ რომ ამ პანდემიის პირობებში მაგათ გააჩნიათ ძალიან ბევრი და ურთულესი პრობლემები, რომლის გადალახვაში ჩვენი უშუალო მონაწილეობის და ჩართულობის გარეშე იქნება შეუძლებელი. შესაბამისად, ეს პროცესი არ არის ერთდღიანი, როდესაც ჩვენ ჩამოვყალიბდებით კონკრეტულად პრიორიტეტებზე და ინიციატივებზე და პროექტებზე, ჩვენ შევძლებთ ასევე მოვიზიდოთ გარე რესურსი მხარდაჭერის და მე იმედი მაქვს, რომ ის იგივე ტრადიციულად, როგორც ეს ადრე იყო, ჩვენ ძალიან ბევრ საინტერესო და მნიშვნელოვან პროექტს ერთობლივად განვახორციელებთ.